თან ვეწევი და ცოტახანი ყველაზე ცნობილი მონაწილეს შეგიძლიათ უყუროთ აუში. მონაწილეს, რომელმაც 1000 რამე გამოიარა და ფინალამდე მაინც მივიდა, მეგობრებო, გაიცანით, დაისი. კი იცნობთ უკვე ყველა. მუზების დაბადების დღეზე რატო არ იყავი? მე თინათის მივულოცე რა თქმა უნდა დაბადების დღე, მაგრამ რა თქმა უნდა ხალხო მე არ ვარ აი ეგ ტიპი ხო ანუ რა ვიცი რით ვერ მივხვდით არ ვიცი. ყველა ვინც იყო იდეაში იქ ვინც წავიდა ყველას ერთმანეთი ყავს ნალანძღი რა ვიცი რა დონეზე და მე არ შემიძლია ესე ხალხთან რაღაცების გამო რომ ან გამოვჩდე ან სადაც ყველა მაინც და მაინც იქ უნდა ვიყო და ასე შემდეგ მე ეგეთი ტიპი არ ვარ მე რეალურად გული მეტკინა შესაბამისად არ წავსულვარ დაბადების დღეზე მივულოცე რა თქმა უნდა მაგრამ მე არ ვარ აფერისტი ადამიანი არასოდეს არ ყოფილვარ და ამაში კიდევ ერთხელ დარწმუნდით იმედია ასე ლანძღავენ ადამიანები ერთმანეთი და მე ვითომ არაფერი მომხდარა ისე იყვნენ სხვებს თუ შეუძლიათ მე არ შემიძლია მიყვარხარ სამართლიანი ხარ ძალიან დიდი მადლობა რომ მიყვარხარ მეც ძალიან მიყვარხართ მეგობრებო უსაყვარლესები ხართ აი მართლა ძალიან კარგები ხართ ვინდა ხოლმე შემოვიდეთ და რაღაცებზე გეჭარავთ ხო მაგრამ ეს რაღაცნაირად დროს ვერ ვნახულობ ამისთვის და ესე გადავწევ რომ წავიკითხო კარგად თქვენი მესიჯები აი ეს всё და მე მგონი დავიჭირე ლელო ეწევი ხო შენ აიქოს ვეწევი ნინიკო მიყვარხარ არა საყვარლობა იყო თქვენმა მეგობრებმა მარიამს ვარდები რომ აჩუქესო თქვენმა მეგობრებმა მარიამს ვარდები რომ აჩუქესო ჯავახა საადმინომაც სხვათა შორის ვარდები გამომიგზავნა და ძალიან ლამაზ თაიკული და ძალიან გამიკვირდა ძალიან კარგები არიან ხალხო ეს არის ეს იყო პროექტი გარეთ მყოფი ადამიანებისთვის ეს იყო ჩვეულებრივი პროექტი ხო ანუ და ფიქრობ რომ თქვენ არ უნდა იყოთ აგრესიულები სხვა მონაწილეების მიმართ და შიგნით მყოფებისთვის მხოლოდ პროექტი არ ყოფილა ჩემთვის პატარა ცხოვრება იყო ნამდვილად ლელუ შემდეგ სეზონში ვინ იქნება დიასიკოს რჩეული თამო დიასიკოს რჩეული უკვე ვარ მე მაგრამ არავინ არ იცის მომავალში რა მოხდება არც მე არც დიასამ არც თქვენ არ იცით მომავალში რა მოხდება ამიტომ უმჯობესია რომ მოვლენების განვითარებას დაელოდო და კარგად დაგვაკვირდე მე და დიასიკოს და დარჩეთ ჩვენს ფანად რომ ყველაფერი დეტალურად იცოდე და წინასწარ გაიგო ვინ იქნება შემდეგი ან იქნება თუ არა საერთოდ ლელო ქუთაისელ ბიჭებთან მეგობრობ ჩვეულებრივი დამოკიდებულება მაქვს თინათინის დაბადების დღეზე იყავი არ ვიყავი რა თქმა უნდა იმიტომ რომ მე არ ვარ ორპირი ადამიანი და არასოდეს არ ყოფილვარ და ადამიანებს ვისაც შეუძლიათ რომ ერთმანეთი ლანძღონ და მე ბედნიერად ერთმანეთთან იყვნენ მე ესეთი ტიპაჟი არ ვარ შესაბამისად არ ყოფილვარ ჩვენ სილამაზე მოსლამა დღის და გერ როგორ ხარ მარიამმა თქვა მუზები რო არა ლელუსან არა მერეო და ურთიერთობაო მართალია მე მეგობრებო როდის გაქვს დაბადების დღე 7 მარტს ძალიან ლამაზი ხარ სოფია დიდი მადლობა პროექტი თუ იყო მიტომ არ უნდა დაგეკარგა მეგობრობა და ყოფილიყავით მეგობრულად არა ჩემო კარგო მე არავინ არ დამიკარგავს მე თვითონ დამკარგეს ადამიანებმა მე ცუდი არავისთვის არ გამიკეთებია მე პირველი არ დამიწყია არავის ლანძღვა არავის გაშავება მე ძირითადად რაც ჩემი ესაითი წამოვიდა ხალხის თვალში და გადაცემებში სხვანაირად ჩანდა მაგრამ რეალურად მე თავდაცვის რეჟიმში ვიყავი შესაბამისად მე არავინ კბილებით ვიცავდი ყველას კბილებით ვიცავდი და როცა მე გავხდი დასაცავიდან დასახმარებელი მაშინ ხმივ ანუ აზრის ასე ვთქვათ მკაფიო დაფიქსირებაზე ძალიან სერიოზული პრობლემა შეიქმნა და აქეთ მე გამოვედი ცუდი ტიპი მაგრამ არა უშავს
ჩვენ ვიცით ის მოხდა რაც მთელი პრემჰაუსის დაარსების მერე ხდებაო რას გულისხმობ თქვენ ჩემი ახალი ვიდეო დალაიქე რა ჩაგიწერა ესეთი ლოდუმე ის გოგო ვარ ვიდეო რომ ჩამიწერეო ალბათ მოლოცვა ჩაგიწერე ხო რაღაცას გეტყვი და არ გეგონეს რომ გაჰეითებ და რაღაც მაგრამ თინათინ დაბადების ხოლზე უნდა წასულიყავიო ჩემო საყვარელო შენ მე არ მაჰეითებ ამით მაგრამ ვერ შენ და ვერ სხვა ვერ გადამიწყვიტავს ვის დაბადების ხოლზე წავიდე ვისთან მქონდეს ურთიერთობა ვისთან არ მქონდეს ურთიერთობა მე თვალთმაქცი ადამიანი არასოდეს არ ყოფილვარ არასოდეს ისეთ ადამიანებთან რომელთანაც მე კონფლიქტი მქონია რაიმე და გული მტკენია იმ ადამიანებთან აი ესე დასანახად თქვენს დასანახად ან ვინმეს დასანახად არ მოვუგვარებულ ვარ მე რომ გოგოებს გავესაუბრე ბუნდო რო გაგვასაუბრა მე და გოგოებს ერთმანეთთან თუ გახსოვთ ეგ ძალიან გულწრფელად და გულდაწყვეტილად ვისაუბრე და მე ვნახე შემხვდა მე გოგოების საუბარი ამ ვიდეოზე რომ აი ნახევარფინალშია და ეს რატო გააკეთა ესე იგი რაღაც ჭირდება ესე იგი ის რაღაც ესე იგი ეს რაღაც და ძალიან გული მაგან კიდევ უფრო მეტად მატკინა გული შესაბამისად მე არავინ არასოდეს არ დამჭირვებია და საჭიროებას არავინ არასდროს არ წარმოადგენდა გახსოვთ ეს ვიდეო რომ ინტერვიუზე რომ ვამბობდი რომ საჭიროებას მუზები ჩემთვის არ წარმოადგენენ თქო და ეს საერთოდ სხვანაირად რომ გადაატრიალა ყველამ გოგოებმა მათ შორის რომ რაღაცა ცუდად რო გადამიტრიალეს არა და მე ვთქვი რომ ჩემთვის მეგობრობა და მეგობარი იმიტომ არ ვარ ვინმესთან რომ ჭირდება ვინმე არავინ ჩემთვის საჭიროებას არ წარმოადგენს არც პროექტში და არც პროექტს გარეთ აი ეს იყო ნათქვამი იმ ინტერვიუში რომ მე მეგობრები მყავს იმიტომ რომ უბრალოდ მეგობრობ და მიყვარს ადამიანები და არა იმიტომ რომ საჭიროებაა და მჭირდება ვინმე და იმიტომ მეგობრობ ხვდებით? აი წარმოიდგინეთ ადამიანს არ აქვს ფული, არაფერი არ გააჩნია, მაგრამ მასთან მაინც მეგობრობ. და ადამიანს აქვს ფული, ყველაფერი და შეიძლება არ მეგობრობდე. ხო? ამ საჭიროებას გულისხმობ ხალხო. ჩემთვის საჭიროება არასოდეს არ იყო არავისთან მეგობრობა. მე უბრალოდ მეგობრობდი, იმიტომ რომ გული შემტკიო და გვერდში ვედექი, შემიყვარდა როგორც ადამიანი. ამიტომ მეგობრობ ადამიანებთან და არა იმიტომ რომ ვიღაცა მჭირდება და საჭიროებას წარმოადგენს. და ეს ინტერვიუ ისე შემომიტრიალეს ვაფშე ყველამ, რომ რაღაცა საერთოდ სხვა იმაში, საერთოდ რო არ მიფიქრია, ისე შემომიტრიალეს იმ განხრით რა. და ასე ხდებოდა სხვა ბევრი რაღაც, რასაც თქვენ ხედავდით და ისმენდით. ისე დაგპატიჟეს, დამპატიჟა თინათინმა დამირეკა და რა ვიცი, ჩემთვის მე ვუპასუხე რა თქმა უნდა ჩვეულებრივად, მაგრამ მე ამას არ გავაკეთებდი. სიმართლე გითხრათ, იმიტომ რომ ადამიანს ესე გადაუარო, ასეთი რაღაცები ეძახო, ასე გააშავდა ხალხს აჯიჯგნათ მიუგდო ადამიანი და მე ვითომც არაფერი დაპატიჟო, მოვალეობის მოხდის მიზნით, რომ ყველა დაპატიჟეს და მე ხალხი რას იფიქრებს, ლელურ არ დაპატიჟონან რამე ამ დაგვარე. ჩემთვის არ იყო სიმართლე გითხრათ სასიამოვნო, მაგრამ არა უშავს. გაგიხარდა ჯავახამ რომ მოიგო მე მაშინაც თქვი ხალხნო არ ვიცი გახსოვთ თუ არა მაგრამ ინტერვიუებზეც თქვი და ისიც თქვი რომ ჩვენ სამივე მათგანი ვისაც არ უნდა გაემარჯვა ნებისმიერ ჩვენთანგანი ემსახურებდა მოგებას და მე ნებისმიერის გამეხარდებოდა მუზებთან მეგობრობით აგეწია თავიდან რეიტინგი. არა ჩემო კარგო, არავისთან მეგობრობით არ მწევია მე რეიტინგი. ჩემი რეიტინგი აიწია იცი როდის, როცა სამართლიანად დავიწყე საუბარი ხმამაღლა უკვე. როცა მუზები იყვნენ დასაცავი, მუზებს რო ვიცავდი, როცა ქუთაისელი იყო დასაცავი რო ვიცავდი, ბონდო რო იყო დასაცავი ვიცავდი, სადაც მარიამი იყო დასაცავი ვიცავდი, სადაც კი ვინმე იყო დასაცავი, ყველას ვიცავდი, მარიამ ლამაზ და ასე შემდეგ. ლორენცოც კი დამიცვია სადაც დასაცავი. ზუსტად აი ამის გამო აიწია დალაიქეთ ლაივი მეგობრებო. ამის გამო ამეწია მე რეიტინგი. ჩემო საყვარლებო და სხვებს აეწიათ იმის გამო რეიტინგი, რომ ზუსტად ჩემთან ერთად იყვნენ.
დიასას არ ცალია. დაბადების დღე მიულოცე თინათი იცი რა თქმა უნდა. ლელუ შენ და დიასას რაიმე გეგმები არ გაქვთ, რასაც გაგვიზიარებთ? კი, როგორ არა, გეგმები გვაქვს და ძალიან მალე ვიდეოებსაც ნახავთ. რა ძლიერი გოგო ხარონია, მადლობა. მარიამის სულ უშვილო ბებერი და ღმერთო რასაშინელებები გეძახა და მუზებს გირჩევნია ახლა ვითომო. საიდან მოიტანე რომ მარიამი მე ვინმეს მირჩევნია? არანაირად. მე ხო გეუბნებით ხალხნო, მე არ შემიძლია იმ ადამიანებთან კონტაქტი და მეგობრობა, რომლებმაც ასეთი სიტყვები დახარჯეს. მე მარიამთან არ მეგობრობ, არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. თავისთვის არის ადამიანი, არ მეხება, არ ვეხები, ცუდი რატო უნდა ვთქვა ვინმეზე? არანაირად. შენ მიუგდე საჯირგნად გოგოები ხალხს, როცა სუსტი წერტილი ჰქონდათ აჭერდი. ვაიმე, სად ვაჭერდი, ან რომელ სუსტ წერტილზე ვაჭერდი ხალხნო რა. აი მაგიტო ვიძახდი სულ, რომ მე მყავს ძალიან ჭკვიანი გულშემატკივარი თქო რა, იმიტომ რომ ჩემი გულშემატკივარი მხოლოდ ჭკვიანი ადამიანი თუ იქნება, იმიტომ რომ ასეთ დებილობას და სისულელას ვერ დაწერს ადამიანებს, რომლებსაც საუბრიდან და ნანახიდან აზრი ვერ გამოგაქვთ, მე იმას ვერაფერს ვერ აგიხსნით რა. მთელი ჩემი პროექტი რაც იქ ვიყავი და თუ რამე ჩხუბი მომსვლია მუზების გამო. და მერე გადასულა ჩემს პირად კონფლიქტებში, ასე რომ ძალიან გთხოვთ დაწყნარდით რა ხალხნო, ვინ რა საჯიჯგნად ვისმი, ვინ საჯიჯგნად მე მაგდეს მე მართლა მარიტა ვიყავი ნატვრის ხედან რა. მართლა როგორი ის ხართ რა ქვია. რეებს ლაპარაკობთ. ლიკუნა ერთი წამი. მოიცადა ერთი წამი. მაგდა უნდა შევიდე. მარიამი თუ მუზები არც ერთი რა თქმა უნდა, ორივეს უსურებ ბედნიერებას. დავამტკიცე. ბედნიერებას უსურებ ორივეს სამივე მათგანს რა თქმა უნდა. ახლა ვიცი ცოტა არეულ კითხვას ისო, მაგრამ მარიამი თუ მუზები არც ერთი მეგობრებო, არც ერთი, ყველას უსურებ ბედნიერებას და კარიერულ წინსვლას და პირად ცხოვრებაში ბედნიერებას. ანუ ჩემთვის მუზები გაუთანაბდნენ მარიამს. თვითონ მიუგდე შენი თავიო, მე არა ფიქრია, საერთოდ არ გეთახმები ამაში. რანაირად მივუგდე ჩემი თავი მეგობარს, როცა დახმარება მჭირდებოდა, დახმარება რო ვითხოვე, ეს იყო ხო? მიგდება ალბათ არ ვიცი. ქუთაისელებზე რას გვეტყვიო? ქუთაისელებზე რა უნდა გითხრათ მეგობრებო? ყველას რომ ანუ რეალურად ბიჭები მართლა მუზებს უჭერდნენ მხარს, მართლა გულწრფელად გეუბნებით, მუზებს უჭერდნენ მხარს. რა თქმა უნდა, ჩემი წინააღმდეგები არ იყვნენ, ამას მე ვერ ვიტყვი ბიჭებზე, თუმცა მათი უფრო მხარდაჭერა და პოსტები და ასე შემდეგ მუზებს ეძღვნებოდა ძირითადად და მე არასოდეს სანამ ეს ყველაფერი მოხდებოდა, თინათინს უკითხავს ბიჭებისთვის რამოდენიმეჯერ, რომ ჩვენ რო ერთად ვისხდეთ სკამზე, ჩვენ და ლელუ ვის დაუჭერთ მხარსო. და მე ეს კითხვა აზრად არ მომსვლია არასოდეს ჩემს თავში, რომ ასეთი რამე მეკითხა ბიჭებისთვის, იმიტომ რომ ჩემთვის ოკეია, რომ მუზებსაც დაუჭირო მხარი და მეც დამიჭირონ მხარი. ფაქტია, მუზებთან ერთად ქუთაისელების დაკარგე ლელუ ვინღა ყავს ჰაუსელები აბაო. მე არავინ არ დამიკარგავს, სიმართლე გითხრათ, დღემდე ორივე მათგანს უნდა ჩემთან ურთიერთობა. მუზებსაც მათ შორის თინათიმა, რომელმაც დაბადების დღეზე დამპატიჟა, ბიჭებსაც რამდენჯერაც შევხვდებით, აუცილებლად უნდათ საუბარი. ეს მე ვარ, ესე, რომ მე ვიჭერ დისტანციას და არა ისინი. ასე რომ მე არავინ არ დამიკარგავს ხალხო, მე დამკარგეს გულწრფელი ადამიანი, რომელიც ამდენი ხნის მანძილზე მე მუზებთან ჯერ ეს ერთი კამათი თუ კარგად გახსოვთ, ქუთაისელების გამო დამეწყო, რომ ჯავახარო ეუბნებოდა, რომ ქუთაისელები გიყენებენო, გოგოებმა ხმა არ მოიღეს და მეთქი გოგოებო ამოიღეთ ხმა, ანუ როგორ შეიძლება და მე ვიცავდი. და მე მომაკერეს მუზემა თუ გახსოვთ, რომ ქუთაისელებთან ლელუ შეკრულიაო და შიგნიდან ეს გვაშავებს, გარედან ისინიო, არ გახსოვთ? ეხლა გადახედეთ სიტუაციას, უკვე ყველაფერი თქვენს ხელის გულზე გიდებთ, ძალიან გთხოვთ, ეხლა მაინც გამოფხიზლდეთ. არავინ არ გაუწირია, მე ყოველ შემთხვევაში რასაც მაბრალებდნენ, ესე არ იყო ჩემო მეგობრებო.
მიყვარხარ ლელო ვარსკვლავ გოგონაო ნატალი ძალიან დიდი მადლობა მუზებმა ლელუსთან დააშავეს და სწორედ მსჯელობს ეს გოგო და მართლა ზუსტად ჩვენ აუცილებლად ჩემი აზრით ხალხო აი პირველად რომ მოხდა ეს სიტუაცია მე მართლა გულწრფელად გეუბნებით არც კი მეგონა რომ მე და გოგოებთან რაღაცა ჩხუბი მოხდა იმიტომ რომ მეგობრებს ესეთი უბრალო შელაპარაკება რა ვიცი ყველას მოგვსვლიათ ხომ ალბათ უბრალოდ მე რო სახში წავედი იმ საღამოსვე ისეთი ვიდეოები ვნახე ჩემზე ნასაუბრები მათი რომ ძალიან გული მეტკინა აი ძალიან მეტკინა გული თორე ამის ყველაფრის ისე მარტივად მოგვარება შეიძლებოდა მაგრამ ერთ-ერთი გოგო მე ვიყავი იქ ძველი მონაწილე რომელიც არ ყოფილა გაშავებული და რომელზეც არ ყოფილა ჰეითი შესაბამისად ეს ყველაფერი გაკეთდა პროექტისთვის რეალურად გაკეთდა ყველაფერი პროექტისთვის მაგრამ ამას ხალხი ჯერაც ვერ ხვდება სამწუხაროდ ყოველთვის ულამაზეს ხარ ლელ ძალიან დიდი მადლობა მარეტა ვიყავი ვირზე შემჯდარი წეღან იძახდა ანა კი არ ვიცი შენ გაქვს თუ არა ნატრის ხე ნანახი მაგრამ ამაზე ღადაო თუ რამეს ღადაობს საერთოდ არა საღადაო და ნუ დასცინით სხვასაო გადაგხდებათ თავსაო მეგობრებო ასე რომ სანამ ვინმე ეს გასაჭირზე გაიცინებთ კარგად დაფიქრდით ვებ ტექნოლოგიები მაქვს დამთავრებული ჩემო კარგო ლელო ეგ დათვი მერე დიასას ხომ დაჭირდება და ბარემ ეხლავე მიეცი მერე რო არ დაჭირდეს ბევრი საუბარიო თქვენ არ ინერვიულოთ მეგობრებო დიასას აქვს იმის საშუალება რომ თუ დასჭირდა მეორე იყიდოს ცამდე მართალი ხარ ყველაფერი იკადრეს რა ვიცი ეს ხალხი ვეღარ წავიკითხე ლელო ეგ დათვი გავიგეთ ლელო გვაჩვენე მიყვარხარ ძალიანო მეც მიყვარხართ მეგობრებო ძალიან ლამაზი ხარ ძალიან დიდი მადლობა ზურა კონტენტისთვის არის დიანასთან შენი აზრით მე ვერაფერს ვერ ვიტყვი მეგობრებო იმიტომ რომ მე ვიყავი ადამიანი რომელსაც ძალიან უნდოდა რომ მართი ურთიერთობა გამოსულიყო და მე ვიყავი ამ ყველაფრის დამწყები საერთოდ თუ გახსოვთ ეგ ყველაფერი მე ვიყავი თავი და თავი ამ ყველაფრის და შესაბამისად გამიხარდება ერთად თუ იქნებიან გულწრფელად ძალიან ლამაზი ხარ არ დაუჯერო ვინმეს მადლობა ძალიან დიდი სალამი ლელო მიყვარხარ ძალიან ფინალში რამდენი პროცენტი მიიღეო ფინალში თქვენ ალბათ ჩემზე კარგად იცით რამდენი პროცენტი მივიღე დაბალი პროცენტი და საერთოდ არ არის გასაკვირი და წინასწარ ვიცოდი აბსოლუტურად ყველაფერი რომ მე რა თქმა უნდა არ ვიქნებოდი გამარჯვებული ხან ჯავახას ვუყურებდი ხან მუზებს რომელიმეს მის სიხარული მაინც დამენახა და შემეგზნო თუ დაასრულე ყველაფერი მაშინ აღარ უნდა განიხილო აქო ნათია მე რასაც მინდა და როცა მინდა მაშინ განვიხილავ კარგი და შენ ხარ ჩემს ლაივში თუ არ ქსიამოვნებ შეგიძლია ლაივი დატოვო ადამიანები კითხვას რომ ისმევენ აუცილებლად ვუპასუხებ ლაივი ზუსტად იმისთვის არის რომ კითხვა პასუხი იყოს შესაბამისად კითხვას დამისმევთ და აუცილებლად გიპასუხებთ კორექტულად ისე რომ არავის შეურაცხყოფას არ მივაყენებ როგორც მთელი პროექტის განმავლობაში რამდენი შეურაცხყოფა და ცილის წამება მოვისმინე ჩემთან დაკავშირებით და არასოდეს არ დამიბრუნებია უკან არაფერი და არასდროს მომიგონიათ ყვილი არასდროს მიმიყენებია შეურაცხყოფა ადამიანებისთვის და არასდროს არავის აჯიჯგნად არ მიმიგდია ყველამ რატომღაც მუზებს დაუჭირა მხარი არა და ლელო ძალიან სწორად მსჯელობს ხოლოდ სიმართლესა ძალიან დიდი მადლობა ნია რატომ არ იყავი დაბადების დღეზე რატომ უნდა ყოფილიყავი მე არ ვარ ორპირი ადამიანი ხალხნო მე არ ვარ ორპირი რომ ვინმეს დაბადების დღეზე წავიდე როცა მათი დამოკიდებულება ვიცი და მე რა გადავიტანე მათ გამო და ასე შემდეგ რა თქმა უნდა არა ლელო ტექნოლოგიები რა მაგარია ესე იგი კომპიუტერებში და მოწყობილობებში კარგად ერკვევი თავის დროზე საიტებს ვაკეთებდი კი შეგიძლიათ დამოფოლოვა მიყვარხარ დიასა მეგობროს ქუთაისელთან ეგ დიასას კითხეთ ჩემო კარგებო მე შენი მჯერაო ძალიან დიდი მადლობა მე არ მithქვამს ცუდად ლელო რადგან მე იმ მეგობრობას ვცემ პატივს და მაგიტომ გწერა რადგან ძალიან მომწონხარო მეც ვცემ მეგობრობას პატივს და დარწმუნებული იყავი ნათია რომ იმდენი შემეძლია რაღაცები გელაპარაკოთ და თვალი აგიხილოთ ყველას რომ გამოშტერდებით მაგრამ ხედავთ რომ არ საუბრობ და ზოგად თემებზე გესაუბრებით
ლელო ძალიან საყვარელი და შეგნებული გოგო ხარ, ნუ რავის გამო მოეშლი ნერვებს, ცამდე მართალი ხარ მოდობთანო, ძალიან დიდი მადლობა. ჩემსაც რატო არ კითხულობო, კუნჭულია, ანუ რატომაც ეთყობა არ შემხვდა, აი მაქსიმალურად ვცდილობ ყველა წავიკითხო, მეგობრებო. მადრიდის ტაგი არ უსაყვარლესი ხარ, ლელო მართალი ხარ, უკადრებელი არ გიკადრებია და მუზების ფანემა ხო ბემბის როგორ გავხარო, მადლობა. ჩემსაც რატო არ კითხულობ, ახლა კიდე თუ დაწერ შევეცდები როგორი ლამაზია ეს გოგო. შეგიძლია დამოფოლოუ ლელუ ჯავახაზე და მარიამზე, რას ფიქრობ პროექტში რომ იყავი, ამბობდი რომ ფეიქ წყვილია და რამე შეიცვალა. მე როცა ვამბობდი რომ ფეიქ წყვილია თქო, მეგობრებო, მაშინ ნამდვილად ფეიქ წყვილი იყო, დღემდე ჩემთვის ფეიქ წყვილი იყო მაშინ, მაგრამ მე ახლა რასაც ვუყურებ და როგორც იყვნენ უკვე ბოლოს პროექტში, ვფიქრობ რომ აი ერთმანეთის მიმართ გრძნობები აქვთ, ხო, ახლა უკვე ამ ეტაპზე ვეღარ ვიტყვი მაგას. გთხოვ გამეცი პასუხი, ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც დიდი ბედნიერება მოგანიჭა ჰაუსშიო? დიასა, რა თქმა უნდა, ჰაუსში არ იყო, მაგრამ ჩემთან ერთად მაინც იყო და კი, დიასა. მუზების გამარჯვება უფრო გაგიხარდებოდა. თამარა, აბსოლუტურად ერთნაირად გამიხარდებოდა, ორივეს გამარჯვება სიმართლე გითხრა. რომ არა ის ფაქტები, რაც მე გოგოებმა, ასე ვთქვათ, გამიკეთეს და ჩემი ოჯახმა და მე რამდენ რთულად გადავიტანეთ ეს ყველაფერი და ეს რეებიც მოხდა, რა თქმა უნდა, მუზების გამარჯვება უფრო მეტად გამიხარდებოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სულ ერთი იყო ჩემთვის ვინ გაიმარჯვებდა. მარიამა შენზე დადებითად ისაუბრა თავის ლაივშიო, კი ვნახე. დიანაზე და ზურაზე რას ფიქრობ? საერთოდ არ ვფიქრობ დიანაზე და ზურაზე. ძალიან მიყვარხარ, ულამაზესი ხარო, ანა, მადლობა, არც ერთის არ გაგიხარდებოდაო. იაკო დამერწმუნე, რომ ძალიან გამიხარდებოდა, უпростоროდ ერთნაირად გამიხარდებოდა. მაგრამ გამიხარდა ნამდვილად. ეხლა რა, ანუ ხალხო რა იყოთ, რა სიბოროტია, რანაირად ჩემი ცხოვრება არც მაგ პროექტით დაწყებულა და არც დამთავრდება. რატო არ უნდა გამიხარდეს ვინმეს ბედნიერება და წარმატება გამაგებინეთ? რატო არ უნდა გამიხარდეს? აუ ჩემი წაიკითხე რა, გული გამიკეთეო, ნიაკუნა. მადლობა პასუხის გაცემისთვის, მაგრამ ვინც აუში იყო, მხოლოდ მასზე გეკითხებიო. ხალხო იმდენად თავიდან ყველასთან, ანუ როგორ ვიყავი, ხო, წარმოიდგინეთ. აბსოლუტურად, აი ახლანდელი გადმოსახედიდან უკვე, რავი არა, კონტენტისთვის ყველამ ზურგი მაქცია მე პირადად რა. აი კონტენტისთვის ყველამ აბსოლუტურად ზურგი მაქცია, რომ კონტენტი შეექმნათ იქ. ლელუ მიყვარხარ, მადლობა ძალიან. დიდი მარიამ შენზე დავითარებულ ლაივში. მარიამს ბედნიერებას და წარმატებას უსურვებ. ლელუ არა მუზებს, მადლობა პასუხის გაცემისთვისო. ეს წავიკითხეთ. შენ არ ხარ ვიღაცას უთხრა და მეორე ბავშვი შენ არი უთამოყარა და მატყარა არასდროს მინახავსო. მე ვარ ადამიანი, რომელიც ტყუილებს ვერ იტანს. აი ვერ ვიტან ტყუილებს ხალხმა. ვერ ვიტან ტყუილებს და არასოდეს ტყუილი არ მithქვამს, მით უმეტეს ჰაუსში არასოდეს არ მithქვამს ტყუილი. ციკლაბურებიც კი გავიცანი, ყველა არასწორი ადამიანი აღმოჩნდაო. ძალიან ცუდი გამოცდილება ქონია ჩემო კარგო. ყველაზე სამართლიანი იყავი ჰაუსში, მიყვარხარ, ძალიან დიდი მადლობა. დიასას გიორგი ქვია. მუზების მეგობარი ხარ? არა. მუზების დედაზე რას ფიქრობ? ძალიან საყვარელი ქალბატონია. მუზები და ბიჭების ურთიერთობაზე რას გვეტყვიო? არ ვიცი, მე ცოტა ისეთი მისმაქ მაგაზე რა. ანუ ფუთაისლებმაო შენთან ერთადო დაგვიგეგმესო, რომ გაგვაშაოთო და მთელი ამბები და ადამიანზე რო ესე ფიქრობ, მე სხვანაირად უცებ რანაირად ფიქრობ, ხო? ცოტა თინათინისგან კონკრეტულად ეს ძალიან ის არის, რა ქვია, არ მჯერა თინათინის მეგობრობის ბიჭებთან. თინათინის კონკრეტულად არ მჯერა, იმიტომ რომ თვითონ ამბობდა ზურაზეც, რომ დიანას იყენებს და ასე შემდეგ ვიდეოები ალბათ თქვენს გექნებათ ნანახი და ეხლა ესე პირზე კოცნით
რა ვიცი ცოტა აფერისტობა მგონია, მაგრამ არ ვიცი ბედნიერებას უსურებ ორივეს, ოთხივეს უბრალოდ თინათინმა რო დაგპატიჟა, წახვედი არა რა თქმა უნდა, ხალხნო არ წავსულ ვარ, მე არ ვარ ორპირი ადამიანი და ყველა იქ ვინც იყო, რა ვიცი ერთმანეთი ყავთ ნალანძღი და მე ასე არ შემიძლია. ბარანა მუსით დაგპატიჟა თინათინმა ქალმა დიასას რა შეურაცხყოფები მიაყენაო. მე არ ვიცი ჩემოკარგებო. ეჭვებდნენ ფაქტები ისე მიეწყო, რაზე ამბობ ფარტიზე ზურა რომ ეუბნებოდა დრამეს დგავენო რა უთხარი იქ რა მოხდა რეალურადო. ზურა მოუტანა მოკლედ თინათინს ეს მანქანა ხო დააყვედრეს ზურას რო ათხოვეს თუ რაღაცა და მოიტანა ზურამ გასაღები მანქანის რო გოგოებისთვის მიეცა და ესენი შევიდნენ ოთახში არა და ძალიან ჩვეულებრივად იყვნენ და ყველა მიცოდა რომ ბიჭები უნდა მოსული იყვნენ რა ვიცი და ყველაფერში მიიღეს გოგოებმა მონაწილეობა მათ შორის ცეკვები დავდგით და რაღაცაები და მე რო შევიდნენ შიგნით ზურას არ უთქვამს დრამები დადგეს ზურამ თქვა რომ ალბათ ისინი ოთახში ტირიანო და ეს არ იყო დამცინავად ნათქვამი ხალხნო ზურა მიცის მათი ხასიათი და შესაბამისად ყველამ ვიცოდით რა თემები ხდებოდა და როგორი კერებოდა ყველაფერი და შესაბამისად უბრალოდ მანქანის გასაღების გადაცემა უნდოდა და მითხრა რომ გადაეციოს მანქანის გასაღები ალბათ ისინი ჯერ ახლა ოთახში იქნებიან ტირიანო რა ეს იყო და ეს მოსაყვარლეს ახლა ძალიან დიდი მადლობა არც ერთ მხარეს არ გამართლებთ მაგრამ იცოდე რომ ეს კონფლიქტი თინათინთან გაქვს დიანა არაფერს შუაშიაო მე არავისთან აღარ მაქვს კონფლიქტი ჩემოკარგებო მაგრამ მკიდია ვაფშე ყველაფერი ადამიანები მე როცა არ მაფასებენ იმ ადამიანებთან რანაირი კონტაქტი და არანაირი ურთიერთობიც არ მინდა და არც ვფიქრობ საერთოდ მაგ ადამიანებზე ელო მეყარხარ დამფლობთ ხო ლორენცო და თინათინის ურთიერთობის გჯერა ლორენცო და თინათინს არანაირი ურთიერთობა არ აქვთ მეგობრებო დიანა უფრო ნორმალურია ხო ვიდრე თინათინი მე ესე ვერ ვიტყვი ხალხნო უბრალოდ დიანასთან უფრო მეტი საერთო მაქვს მქონდა ყოველ შემთხვევაში აი რა ლორენცო და თინათინი ლორენცოს და რომელ ჰაუს წევრთან გაქვს კონტაქტიო ლაშასთან მაქვს კონტაქტი ქუთაისელებთან ეს სადმე თუ შევხვდებით რაღაც სხვა არავისთან მეგობრებო დიასას და ბიჭების ურთიერთობა როგორია დღეს როგორცაც ხედავთ აულელო ჰაუსი იქეთ იყოს მე მაინტერესებს როცა იქნება გეტყვი ლორენცო და თინათინის თემა როგორ წამოიწია წინ ხედავ თინათინი აღარ უყურებს მაგას მეგობრებო ნაკლებად მაინტერესებს მეგობრებო მაგრამ ძირთადად 90% ყველაფერი კეთდება კონტენტისთვის ლელმა გარგოგო ხარ მაგ პროექტისთვის მენენებოდია ქუთაისელები და მუზები შენ გამოიყენე თორე ისინი ვინჩემი ხართ ან შენი გაუნათლებელი ვერ გავიგე ძვირფასო რას წერ ქართულად კარგად ისაუბრეთ უფრო სწორად წერეთ ჯერ და ჯერს ერთი მე არავინ არ გამომიყენები მუზები რაში გამოვიყენე მე მაგათან კონტენტი არ შემიქმნია არაფერი არ გამიკეთებია ქუთაისელები რაში გამოვიყენე მე ქუთაისელებთან კონტენტი არ შემიქმნია არაფერი არ გამიკეთებია მათი დაცვის მეც არაფერს არ ვაკეთებდი ერთის გინდა თუ მეორეს და რა ვიცი აბა კიდე მე გამოვიყენე ვინმე ქორწილებს თუ იღებ ლელუ პირადში მომწერე და დეტალებს გეტყვი აუცილებლად დიასა შენ მართლა უყარ ხარ ვიცი მეც მიყვარს კიდევ უსწორ ყველაფერზე რა წყნარად ცემს პასუხს ხო მეგობრებო ხა აღარავინ აღარ არის აქ რომ ნერვები მომიშალოს და დავუბრუნდი ჩემს მშვიდ ცხოვრებას და მშვიდ ხასიათს შენ და დიასა ძალიან უხდებით ბედნიერებას გისურვებთო ვაშაკიძე ძალიან დიდი მადლობა გული მაჩვენე ყველა თითიცავდი მუზებს სანამ შეეძლო ნამდვილად გეთახმებ კონტენტი ჰაუსის მერეც კი იმიტომ რომ ხალხი უნდა შეინარჩუნოს ყველამ
ჩემსავით ესე 1000 ერთხელ კი არ შემოვახალხი ლაივში. ზურა და დიანაზე რას გეტყვი? ვერაფერს ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ზურაზე და დიანაზე არ ვფიქრობ. რა მანქანა გიყვარს ედითისთვის? რა მანქანა გიყვარს ედითისთვის? რას ნიშნავს? ძალიან ლამაზი ხარ შენი ჩაცმულობა, ძალიან მომწონსა, ძალიან დიდი მადლობა. დიასა აქ არ არის, დიასა ავად არის. შევეცდები რომ ნახო. ქუთაისელებთან იმდენად აღარ მეგობრობ ლელუ. ჩვეულებრივი ურთიერთობა მაქვს მეგობრებო. მე ზოგადად მეგობრობა ძალიან ისეთი რამეა ჩემთვის რა. ყველაფერს რო გააკეთებ ადამიანისთვის, შეცდომებს რო აპატიებ, გვერდში რო დაუდგები, როცა შენ დახმარება ჭირდება და გთხოვს რო დაეხმარო, რო დაეხმარებ. ეს არის რა ჩემთვის მეგობრობა და შესაბამისად ადამიანებში ამას თუ ვერ ვხედავ, რა თქმა უნდა მეგობრობას მათთან აღარ არის. მალე გამოვჯამთელობა დიასას მადლობა ძალიან დიდი. საერთოდ არ იყო შენზე ჰეითი სამწუხაროა რომ ეს ამბავი მოხდა არა და ყველაზე სამართლიანი მიმაჭდიო. სალქო თუ ლიკა. მოკლედ არ იყო კი ჰეითი ჩემზე და სამართლიანი ვიყავი და ვარ და ზუსტად ეს რო დაინახეს, ზუსტად ამიტომ გააკეთეს ის რაც გააკეთეს, იმიტომ რომ პროექტის მოგების ერთ-ერთი კანდიდატი ვიყავი და შესაბამისად ძალიან ჭკვიანურად ჩამომიშორეს ამ კანდიდატობიდან. აულელ, ეხლა ის მოგვიყევი, როგორია გარეთ ჰაუსიდან რაც გახვედი, იყო აგრესია, ვაიმე რა აგრესია ხალხო, ძალიან საყვარლები და ყველა ძალიან თბილები არიან, არანაირი აგრესია საერთოდ არ ყოფილა. ძალიან დიდი ფანი ვარო, მარიამ ორტანეზაშვილი. ეგ შოუ დადგმულიაო. არა მეგობრებო, არ იყო დადგმული რაღაცეები, რა იყვნენ ადამიანები, ვინც რაღაც სიტუაციებს დგამდნენ, ნამდვილად იყო ასეთი, მაგრამ ზოგადად მთლიანი შოუ ესე დადგმული არ არის. პირდაპირ იყავი და ეს ცუდად მიიჩნია ხალხმა არა და მუზები რაც ზემოთ იყვნენ, იმდენი ქვემოთ იყვნენ. პირდაპირ ვიყავი და ვარ კი. თინათინი არ იყო ლორენცოზე რო იწევდა საცემლად ბიჭები რო გავარდნენო. ხო და მეორე დღეს მწვანე დრო შემისცა გააბოსა. ქუთაისელებთან აღარ ხარ? ჩემი კომენტარი არ წაგიკითხია girl, არ ვიცი, არ მომხვედრი, ალბათ თოში რატო არ იყავი თინათის დაბადების დღეზე არ დაგპატიჟა? დამპატიჟა მეგობრებო, მაგრამ მეორპირი ადამიანი არ ვარ. შესაბამისად არ ვიყავდი. იმისთვის რომ სადმე გამოვჩდე, არასოდეს არ ყოფილა და არასოდეს არ მივლია და ხაუშიც არ ყოფილვარ ისე რომ სადმე გამოვჩენილიყავი რა და შესაბამისად შენ მოგება ძალიან გამიხარდებოდა ვაშე ყველაზე დიდი მადლობა. ჯავახას და მარიამის ურთიერთობის გჯერა, ახლა კი მჯერა. დრო გავიდა და დრომ აჩვენა. აბარაკ მარტო ყოველდღიურს ვერთხები ხოლო ჰაუსში იყო ვინმეც მოგანიჭა ბედნიერება წავეკითხეთ უკვე ჯავახა რატომ მოიგო შენ იყავი წესით გამარჯვებულიო ყველა ჯავახა მოიგო იმიტომ რომ ძალიან ბევრი ხმა შემოუვიდა მეგობრებო ფასიანი ცელბაც არ იყო ხომ ბოდიშის მოხდის მინიმუმ იმის აღიარება რომ შეკრული არ ყოფილხარ ქუთაისელებთან არა არ იყო მეგობრებო არაფერი ამ დაგვარი საერთოდ იმიტომ რომ მე ანუ ძალიან ბევრი რამს თვითონ ხდებოდა ყველაფერს აბსოლუტურად ყველა ვინც იყო ხავში და მათ შორის გოგო ზუსტად იცოდნენ მაყურებლისთვის რა სიტყვები გაეშვათ რომ მე ჰეითი წამოსულიყო ჯავახას და მარიამის ურთიერთობის გჯერა ახლა ამას კი პასუხან ვინ ხოლო ჰაუსში იყო ვინმეც მოეჭობინება აბარა ძალიან სამართლიანი ხარ იმათთან განსხვავებით დიდი მადლობა უნდა დაშლიყავით თქვენი სამეგობრო თავიდანვე ყველა ისე რომ შეხედა როგორც მე ვუყურებდი ამას რომ ნამდვილად მეგობრობა თავიდანაც ყველა სხვებსაც რო ესე შეხედათ ალბათ ახლა დაშლები არ ვიქნებოდით მე როგორც შენი გულშემატკივარი არ მინდოდა მოგიგო პრიზის სამარცხინო ბოდიშიო
თქვათ ფანქას რომელი არის ძალიან კარგი ფერიაო კიკოს შავი ფანქარია მეგობრებო და სხვათა შორის ძალიან მაგარი აი ძალიან შავი რეალიტი შოუში რამდენად უნდა შეინარჩუნო პირდაპირობა ყველა ეტაპზე ვერ ხვდები ყველას ქონდათ სტრატეგია მე არ მქონია სტრატეგია აი ხო დაუჯერებელია მაგრამ ღმერთს გეფიცებით არ მქონია სტრატეგია მართლა ის ვიყავი ვინც ვიყავი სულ ის ფოტო მიწაიღო საერთო ოთახში რო იყავო არ ვიცი და არც მაინტერესებს მიყვარხარ გთხოვ ერთი ვიდეო დამილაიქე ზურაზე და ზურას ვფიქრობ არ ვფიქრობ ზურაზე და დიანაზე ლელო შენ იყავი ანასტაცია გავარდა შენი SMS-ი კერდა კომენტარი მარიამთან როგორ დაალაგე ურთიერთობა სირცხვილეაო მე არავისთან ურთიერთობა არ დამილაგებია ადამიანის შემოვიდა არ მერჩოდი ჩემთან არის ნათია სირცხვილი? იქ მე მგონი სხვის ლაივებში უნდა დაწერო მარიამთან ურთიერთობა და ტასოსთან ურთიერთობის დაალაგება სხვებთან უფრო იყო ჩემთან არა ძვირფასო ნუცა მიყვარხარ საუკეთესო სამეგობრო იყავით ჩემთვისო ულამაზესი ხარ მადლობა ძალიან დიდი ჩემი სიყვარული ხალხო ძალიან მიყვარხარ იმედი ერთხელ შევხვდებით ერთმანეთს აუცილებლად თუ სადმე დამინახე მოდი აუცილებლად მარიამი არა ეგა მარინა კარკარიანი არ ვიცი ვიზი ამბობთ შემოსაყვარული ხარო ძალიან საყვარლები ხართ უღმესი მადლობა ამ თბილი SMS-ებისთვის ხალხო საუკეთესო გთხოვ ერთი ვიდეო დამელე გთხოვ ახალ მეც მიყვარხართ ძალიან აი მის სწრაფად ადის მესიჯები ვერგე ისე გული დამწყო თქვენ მეგობრობა რომ დაიშალავ მეც ძალიან სხვის უპნელი ჩემი დიოხარ საუკეთესო ხარ მადლობა ისე რა ბედის ირონია ისე ჩანდა მუზები იგებდნენ და ამ პატარა ბიჭმა ჯავახამ რომ მოჯოკრა წამის მიასეთშია Karma is a bitch ხავ ერთი ვიდეო დამელაიქე ძალიან ბევრი გესაუბრეთ ბევრ კითხვაზე პასუხი გაგეცით შემოვალ ხოლმე ესე ხასიათზე თუ ვიქნები და კიდევ რაღაცებს მოგიყვებით ხოლმე წახვით დავურეკა მოვიკითხავ კოცნით მიყვარხართ ძალიან აუცილებლად გადმოდით ჩემს Instagram-ზე ფოტოგრაფიის გვერდზე Aililens ესე აწერია როგორც TikTok-ზე მაწერია ისე ვარ ზუსტად Instagram-ზე დააფოლოვეთ გვერდი და არ გამოგრჩეთ სიახლეები იმიტომ რომ ვფიქრობ რომ შეიძლება რამე გათამაშება გავაკეთო ფოტოსესიისთან მეც გაგიცნობთ და თან მაგარ ფოტოებს გადავიღებთ დიანაზე და ზურაზე არ ფიქრობს არ ანუ ხარ კითხულობთ კოცნით ყველას დროებით